ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ კინოპრემიერას ფარცხანაყანების ზედა სიმონეთის, კვახჭირისა და ქუთაისის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. ლევან კოღუაშვილის ფილმის შემთხვევითი პაემნების ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. ფილმი არის მეგობრობაზე, სიყვარულზე. ცხოვრებისეული ფილმია და ცხოვრება სხვადასხვა რაღაცებში შედგება ჩემი აზრით და ცოტა ყველაფერია თითქოს ვეცადეთ ყოველ შემთხვევაში. მგონი რომ მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი კინოცენტრი აკეთებს ასეთ შეხვედრებს, მნიშვნელოვანია თან განსაკუთრებით რომ ეს ხდება არა მარტო თბილისში, არამედ მთელს რეგიონში, მთელს საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცას შეხება ჩვენთვის არის პირველ რიგში კარგი. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უკვე 2 წელია ახორციელებს პროექტს კინოსკოლაში. ეს პროექტი გულისხმობს რეგიონის სკოლებში კინოჩვენებებს და დისკუსიების მოწყობას. ამჯერად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სხვა ტიპის აქტივობა შემოგვეთავაზებინა ბავშვებისთვის. დღეს ქუთაისში ერთგვარი პრემიერაც არის ამ ფილმის. საშუალება ექნებათ ეს ფილმი ნახონ დიდ ეკრანზე და შემდეგ უკვე შეხვდნენ რეჟისორს და დაუსვათ მათ შეკითხვები. დისკუსიის დროს იმერეთის სკოლების მოსწავლეებმა აქტიურობა გამოიჩინეს და სურვილი გამოთქვეს, რომ ასეთი კინოჩვენებები ქუთაისში უფრო ხშირად გაიმართოს. 1 წელია უკვე ეს პროექტი მიმდინარეობს, გაიმარჯვა რამდენიმე სკოლაში ამ პროექტმა და ერთ-ერთი სკოლა არის ჩვენი, მე-16 საჯარო სკოლა. ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია ამ პროექტმა და ბავშვებს სურვილი ჰქონდათ, რომ შეხვედროდნენ რომელიმე ცნობილ კინორეჟისორს. ბავშვები ძალიან მოტივირებული არიან, შეუყვარდათ კინო, განსაკუთრებით შავ-თეთრი ფილმები და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროექტი გამოდგა და დღევანდელი დღეც ამის ნათელი დადასტურება. ანუ კინოპროექტმა ძალიან დადებითი ხასიათი შემოიტანა სკოლაში, რაც მთავარია და ბავშვებისთვისაც იყო ძალიან დადებითი. ეს ყველაფერი უფრო მეტად შეგვიყვარდა კინო. და მეტი არსი გავიგეთ რა იყო ამ კინოში. ძალიან კარგი ფილმები ვიცით ჩვენ ლევან კოღუაშვილის, თუნდაც ეს ფილმი. ეს ფილმი პირველად ნახე დღეს, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უკვე მეორე წელია პროექტს კინოსკოლაში ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რეგიონის სკოლებში კინოჩვენებები და დისკუსიები იმართება. პროექტში 200-მდე სასწავლო დაწესებულებაა ჩართული, მათ შორის 30-მდე იმერეთიდან.